გურამ ოდიშარია მეგობრი საფრთხე ჟერალი როგორ აფასებს ივანიშვილის ამ წამოწდენას ირაკლი ალასანია, რა იქნება მომავალი გაერთიანების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და არის თუ არა ყველა საკითხზე თანხმობა პოლიტიკურ პარტნიორებს შორის. აქცენტების დებატებში თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია და ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე. არას მქონეს პოლიტიკაში მისვლა საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს ატარებს. პოლიტიკაში იმას აქში უნდა მივიდეს ადამიანი, როდესაც მისი სექსუალური ტოლმის ადრეფიზიოლოგიური ეტაპი გადალახულია. რა ერთიანებთ ივანიშვილის გუნდის ახალ წევრებს, რითი არიან გამორჩეული ეს ადამიანები და როგორ შეხვდა საზოგადოება მათ გამოჩენას პოლიტიკაში. დებატებში ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი მერა ბასილაია და პიარის სპეციალისტი სოსო გალუმაშვილი. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა აქცენტები, მე ეკა კვესიდაძე ვარ. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე და თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია. ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. და ბატონო ირაკლი, თქვენიდან დავიწყოთ სწორედ ივანიშვილის ამ ფრაზას საქართველოსა და აფხაზეთს შორის მოლაპარაკებები, როდესაც მან სიხმარა გურამ ოდიშარიასთან მიმართებაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მედიაში, ეს პოლიტიკოსებმა შეაფასეს. ეს იყო წამოწთენა თუ გააზრებული ნათქვამი? ალბათ უფრო წამოწთენას გავდა და თქვენ ისაუბრეთ თუ არა თქვენი გაერთიანების შიგნით ამაზე? ჩვენ საუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავაახლოვოთ აფხაზები და ქართველები ერთმანეთს. ქართველები და ოსები ერთმანეთს. იყო ისა? იცით რა, სიტყვების თამაშს ეხლა ნუ გამოვეკიდებით, მაგალითად 11 თებერვალს ვანო მერაბიშვილმა, როდესაც ის ბერ მონაზონი დაბრუნდა და ინგურის საზღვარი გადმოლახა, თქვა რომ ეს მონაზონი დაბრუნდა სამშობლოში. თქვენი ლოგიკით და იმ ლოგიკით, რითიც თქვათ კრიტიკის ქარცეცხლში მოეხვა ეს ფრაზა, მაშინ ვანო მერაბიშვილსაც მხოლოდ აფხაზეთი არ მიაჩნია თავის სამშობლო და მხოლოდ ის ნაწილი, რომელსაც დღეს ვაკონტროლებთ, ხო? ამიტომ სიტყვებზე ნუ გამოვეკიდებთ ერთმანეთს. მთავარი არის ის, თუ რას გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველებმა და აფხაზებმა დიალოგი დაიწყოს. ქართველებმა და აფხაზებმა დავიწყოთ საერთო ენის მოძებნა და ამისთვის ბუნებრივია ამაზე ჩვენ არაერთხელ ძალიან სერიოზულად გვილაპარაკია გურამ ოდიშარია, რომელიც გამოჩენილი ქართველი მწერალია, მაგრამ გარდა ამისა არის ძალიან დაახლოებული აფხაზეთის საზოგადოებასთან, ითამაშებს ჩემი აზრით ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს სწორედ ქართულ-აფხაზურ დაახლოებაში. ჩვენი სახელმწიფოს ძლიერება საომავლოდ სწორედ ამაზე იქნება დაფუძნებული, რამდენად გავხსნით საზღვრებს, რამდენად დავარღვევთ იმ რუსეთის ოკუპაციის მიერ დღეს შექმნილ რეალობას, რომელიც საშუალება შემდეგ მოგცემს ქართველებმა და აფხაზებმა ერთად ვიცხოვროთ, მაგრამ პირველ რიგში ადამიანური ურთიერთობა უნდა აღდგეს და ამაზე ძალიან სერიოზული გეგმა გვაქვს ჩვენ შემუშავებული. კი ბატონო, არის თუ არა თანხმობა რიგ საკითხებთან დაკავშირებით თქვენსა და თქვენს პარტნიორებს შორის, ნუ შესაძლოა ეს ალბათ იყო წამოწთენა ნამდვილად ყველას ყველაფერი ადამიანები ვართ და ყველას ყველაფერი შეიძლება წამოწთეს. ვანო მერაბიშვილსაც წამოწთეს. კი ბატონო, ყველა შეიძლება ყველა ადამიანია. უბრალოდ მაინტერესებს თუ ამაზე აკეთებთ აქცენტს. წესით ობიექტურობიდან გამომდინარე, იმაზეც უნდა გააკეთოთ აქცენტი, რატო წამოწთეს ვანო მერაბიშვილს. როცა სტუდიაში მეყოლებოდა თუ ეს იქნება აუცილებლად. მედიაში რო ატყდა ამაზე ისტერიკა, ამაზეც უნდა გაამახვილონ ყურადღება, ესეთ რაღაცები ხდება. რაღაცები შეიძლება სიტყვების თამაშზე არ უნდა გამოვეკიდოთ ერთმანეთს. კიდევ ერთხელ ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს თუ გვინდა რამეზე ლაპარაკი, უნდა ველაპარაკოთ როგორ დავაახლოთ ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები ერთმანეთს. და ამაზე სხვათა შორის მე და ბატონ გიასაც ძველად არაერთი გვილაპარაკია, რა არის აუცილებელი ნიადაგი იმისთვის, რომ უბრალოდ ადამიანური ურთიერთობები დავიწყოთ. პირველ რიგში შემდეგ ეს გადავიდეს ეკონომიკაზე, შემდეგ გადავიდეს საერთო ინფრასტრუქტურაზე და საბოლოოდ ეს მიგვიყვანს პოლიტიკურ მოლაპარაკებამდე, რომელიც დასრულდება საქართველოს გაერთიანებით. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ამასთან დაკავშირებით და ეს რა თქმა უნდა არ არის წამოწთენა, იმიტომ რომ ეს იყო ოფიციალურად ინტერვიუში. ბატონი ივანიშვილის პოზიცია არის ასეთი, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს აღიარებული კონფლიქტის მხარეებად. დღევანდელი მოცემულობა არის ის, რომ კონფლიქტის მხარე არის რუსეთი. გაურკვეველია, თქვენ იგივე ჟენევის ფორმატში მონაწილე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობების სტატუსი და საქართველოს ხელისუფლება მათ არ აღიარებს მხარად. თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით რამდენად ემთხვევა ბატონ ივანიშვილის პოზიციას? ალბათ თქვენს წამოგცდათ, ეს არ არის სამხრეთ ოსეთი, ეს არის ცხინვალის რეგიონი. აქ საუბარია იმაზე, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიც მოიხსენიოთ. ცხინვალის რეგიონი, ესე უნდა მოიხსენიოთ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ თვლით, რომ თუნდაც ის დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც არჩეულია აფხაზეთში, პირველ რიგში ეს კარგი იმით არის, რომ ის არის პროაფხაზური და არ არის პრორუსული და გარდა ამისა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაღიაროთ საერთაშორისო სამართლის სუბიექტად მოლაპარაკებაში, მაგრამ ის რომ წარმოადგენს აფხაზეთის იმ საზოგადოების ნებას, რომელმაც ის აირჩია, რა თქმა უნდა არალეგიტიმურად, ამის აუცილებლობა რომ
მხარეთ შემოვიდეს მოლაპარაკების პროცესში, როდესაც ორნი ვზივართ აფხაზები და ქართველები, ამაზე ძველათაც იყო საუბარი, ძველათაც ფაქტობრივად ესე იყო და ეხლა არაფერი არ შეცვლა. ბატონო ირაკლი, რუსეთი თქვენ ხო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებაზე გვაქვს საუბარი. საუბრობთ ქართველები და აფხაზები. ჩვენ ვართ ორი მხარე მოლაპარაკების პროცესში. კონფლიქტის მხარეზეა საუბარი. აქ არის მოლაპარაკების მხარეზე ლაპარაკი. არა, თქვენ არასწორად გაგიგიათ. ეს არის არასწორად გავიგეთ. არა, მე გევტყვით, თქვენ მეკითხებით და მე გიხსნით. ეს არის მოლაპარაკების მხარე. თქვენ ასე თვლით, რომ ბატონ ივანიშვილს მიაჩნია, რომ არა კონფლიქტის მხარე და არა მოლაპარაკების მხარე. უნებრივია, ეს არის მოლაპარაკების მხარე. და არა კონფლიქტის მხარეა. ანუ თუ ბატონ ივანიშვილი თვლის, რომ კონფლიქტის მხარეთ უნდა იყოს აღიარებული, თქვენ გექნებათ წინააღმდეგობა მასთან. ეს არის მოლაპარაკების მხარე, აფხაზური მხარე, რომელიც ზის ჩვენთან ერთად მოლაპარაკებზე ჯერჯერობით 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ პრაქტიკულად ეს მოლაპარაკებები შინაარსიანად ვერ წარიმართა და ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, სწორედ ქართულ ოცნებას, ბატონ გურამ მოდიშარიას და სხვებს ვინც ვართ ამ გაერთიანებული ამ პოლიტიკურ ორგანიზაციაში იმის რესურსი, რომ ჩვენ რეალური მოლაპარაკებები დავიწყოთ აფხაზებთან, რაც მიგვიყვართ საერთო ეკონომიკურ პროექტებამდე, რაც მიგვიყვანს ისეთ დაახლოებამდე, როდესაც უკვე პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა გახდება შესაძლებელი. კი ბატონო, ბატონ გიორგი, ივანიშვილის საგარეო პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების მიდგომა საგარეო პოლიტიკური საკითხებისადმი რადიკალურად განსხვავებულია საქართველოში მიღებული კლიშეებისა და სტერეოტიპებისაგან. ივანიშვილმა უკვე ბევრჯერ განაცხადა საჯაროდ, რომ მისი საგარეო პოლიტიკური კურსი დაფუძნებული იქნება რეალიზმზე, პრაგმატიზმზე და არსებული პოლიტიკური სიტუაციის ადეკვატურ აღქმაზე, ანუ რეალ პოლიტიკაზე. როგორ ფიქრობთ, რაზეა დაფუძნებული დღეს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა? და ის არ არის ამ რეალიზმზე და პრაგმატიზმზე დაფუძნებული? მე ყოველთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისათვის, რადგან საშუალება მომეცემა ირაკლისთან, რომელთანაც გამომდინარე წლებიდან, რაც ჩვენ ყოფილვართ სხვადასხვა თანამდებობებზე, ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყვანდა და სამწუხაროდ არ მქონდა მანამდე საშუალება, რომ ესე ერთ-ერთზე გვესაუბრა რაღაც სხვა ფორმატში, თუნდაც ეს იყოს საზოგადოების თვალწინ, ასე ვთქვათ, ჩემი მოსაზრებები ვთქვა, ჩემი გულისუხილები ვთქვა, იმასთან დაკავშირებით, რომ კეთდება არა მარტო ის უნებლიე შეცდომები, რომელზედაც ირაკლიმ და თქვენს ხაზი გავუსწრებთ, არამედ სწორედ აი ესეთი პოლიტიკური განცხადებები, რაც ჩემი აზრით ძირშივე ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ის რომ ჩვენ დღეს ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს აქვს იმის ძალა და უნარი, რომ არ შეეშინდეს და თქვას, რომ იმთავითვე 90-იან წლების დასაწყისიდანვე კონფლიქტი მიმდინარეობდა, რუსეთი ებრძოდა საქართველოს. შესაბამისად, რუსეთსა და საქართველოს შორის იყო კონფლიქტი და კონფლიქტის მხარეები არიან რუსეთი და საქართველო. ხაზს გაუსვამ, რომ რუსეთის ინიციატივით და რუსეთის ინიცირებული არის ეს კონფლიქტი. ხოლო რაც შეეხება შიდა პრობლემებს, რომელიც არის აფხაზურ საზოგადოებაში, ცხინვალის რეგიონში, აქ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ 80% მოსახლეობისა გამოდევნილია იმ რეგიონებიდან, თავიანთი სახკარიდან. თქმა იმისა, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს მარიონეტულ რეჟიმებს წარმოადგენენ, რაღაცნაირად თქვენ რა ვიცი როგორ ვილაპარაკოთ ირაკლი, თქვენობით შენობით, თქვენობით ვილაპარაკეთ მაინც, ხო? არა, მე უბრალოდ ჩვენ როცა ერთმანეთს ხვდებით, შენობით ვილაპარაკობ, მაგრამ რაღაც ძალიან ზედმეტად ფორმალურად არ გამომივიდეს, მაგრამ მაინც თქვენობით ვილაპარაკებ, რომ თქვით, რომ ისინი წარმოადგენენ, თუმცა არჩევნები არ შედგა, ხო? თუ არჩევნები არ შედგა, თუ იქ არანაირი დემოკრატია არ არის, რატო მიაკუთვნებთ თქვენ იმ ადამიანებს თუნდაც იმ 20 დარჩენილი 20% ეთნიკური წმენდის შემდგომ დარჩენილი 20%-ის წარმომადგენლობას. მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან დღეს იმ მარიონეტული რეჟიმების ხელმძღვანელები. ჩემი აზრით, არანაირი ლეგიტიმაცია ამ ადამიანებს არ გააჩნიათ. არათუ მთელი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის სახელით მათ არ შეუძლია ილაპარაკონ, არამედ იმ მოსახლეობის სახელითაც, რომელიც დღეს იქ არის. და იმ ამ ადამიანების იმ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაში, დე ფაქტო ხელისუფლებაში ყოფნა, მხოლოდ და მხოლოდ არის განპირობებული ოკუპანტების პოლიტიკით, ოკუპანტების ჯარის იქ ფიზიკურად ყოფნით და ყველა იმ რესურსის ამოქმედებით, რასაც ოკუპანტი აკეთებს. ეხლა რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებებსაც და თედო ჯაფარის, რაც არანაირი წამოსცენა არ არის. ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ თურმე აი ეს დაბალანსებული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ და უნდა რუსეთს აუწყოთ ფეხი. ფაქტიურად ჩვენ აი რაც რუსეთს მოეწონება,
ის უნდა გავაკეთოთ და შემდგომ დავალაგოთ ურთიერთობები ფაქტურად ინტერპრეტაცია თვითონ მოყვანილ აბზაცში ეს არ სიტყვით ესე არა საღიაზრიდან გამომდინარე ბატონმა თედო ჯაფარიძემ მე დავასრულე ბატონმა თედო ჯაფარიძემ ჩემდა გასაკვირად თქვა რომ თურმე ევრაზიულ ეს საერთოდ სკანდალური განცხადება იყო ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით თუ ჩვენო ვიფიქრებთო ეს განსახილველი წინადადებაა ეს იგივეა რომ ლენინის რუსეთის შემოთავაზებისთვის ჩვენ მაშინდელ მთავრობას ეთქვა რომ ჩვენ განვიხილავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას სხვადასხვა მაშინ განიხილეს და ნეიტრალიტეტი შემოიღეს და დაგვიპყრო იმ ქვეყანა რა უნდა განვიხილოთ ჩვენ ევრაზიული კავშირი რომელიც სასაცილოა ხო დავაკვირდეთ და ადეკვატური დისკუსია წავიდა და მომეცით მეც საშუალება რომ უპასუხო გიეს არა ირაკლიმ ისაუბრა და მე მინდა ამ ასე ვთქვათ ჩარტვისთვის ერთი აზრის გამოთქვა რომ თურმე ჩვენ არ უნდა მოვთხოვოთ რუსეთს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია თურმე რუსეთი მხარეთ იმ დოკუმენტის შესაბამისად რომელსაც ბატონი თედო ჯაფარიძე აწერს ხელს მხარეთ არ უნდა განვიხილოთ და მხოლოდ უნდა ვილაპარაკოთ რომელ დოკუმენტია საუბარი რომელიც ევროპის ცენტრმა ერთ-ერთმა ცენტრმა რომელშიც ის ღებულობდა მონაწილეობა შექმნა და გაუგზავნეს სხვა სახელმწიფოების ლიდერებს და მათ შორის შიკაგოს სამიტზე ხედვა აქ რა შუაშია ვერ ხვდები გიეს იმას საუბარია იმაზე რომ თედო ჯაფარიძე არის ივანიშვილის საგარეო პოლიტიკური გავიგეთ არის საგარეო პოლიტიკის ივანიშვილის გუნდში ერთ-ერთი წამყვანი პერსონა რუსეთის ოკუპაციის გარო საქართველოს რო უნდა განთავისუფლდეს ამის საწინააღმდეგოდ ვინმე ლაპარაკობს თუ რა საიდან მოკავთ ეს სიტყვა აი ეს აზრია ჩამოყალიბებული თედო ჯაფარიძის აი მაშინ რომ რუსეთი არ ყოფილა მხარე საერთოდ ჩვენ რუსეთი არ უნდა განვიხილოთ მხარეთ კი ან საერთოდ არ იცნობ დოკუმენტს ან ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ხედვაზე მქონდა საუბარი და მე ვილაპარაკებ ამ ხედვაზე როგორ შეიძლება საერთოდ ასეთი მე ვილაპარაკებ მაშინ რა არის საგარეო პოლიტიკური ხედვა ჩვენი კოალიციის თუ შეიძლება დამამთავრებით კითხვას დავსვამ მე ბატონ გიას მინდა პასუხი გავცი ამასთან დაკავშირებით ზუსტად ამასთან დაკავშირებით დავსვამ ბატონ ირაკლი კითხვას რომ თედო ჯაფარიძე არის გამსაზღვრელი საგარეო პოლიტიკის ესე არის ყოველ შემთხვევაში მისი სტატუსი ჯერჯერობით ივანიშვილის გუნდში და მან თქვა რომ რეალისტურად და პრაგმატულად უნდა შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე ჩვენი პერსპექტივებიც. ანუ ძალიან დიპლომატიური ნათქვამი და სწორედ თქვენგან მაინტერესებს ანუ რას გულისხმობდა რას გულისხმობდა თუ იმიტომ რომ საუბარია იმაზე რომ ჯერჯერობით არ ვაფასებთ რეალისტურად ჩვენს პერსპექტივებს. რაზეა საუბარი? მე შემიძლია გითხრათ რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების საგარეო პოლიტიკური ხედვა არის რომ საქართველოს უნდა რეალურად გახდეს ევროპის და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. არა დეკლარირებულად, როგორც ეს ხდება ბოლო წლების განმავლობაში, არამედ რეალურად. ეს რომ მოვახერხოთ, ეხლა ვეგეთქვით. ეს რომ რეალურად განვახორციელოთ, ჯერ საქართველოს როგორც ინსტიტუციონალური დემოკრატია უნდა გაძლიერდეს. ამისთვის არის აუცილებელი პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკა, პირველ რიგში საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები გამტკიცდეს და როდესაც ბატონი გიაც საუბრობს და სწორედ ვიცე-პრემიერი ამ საკითხებზე ნატოსთან ინტეგრაციაზე. თქვენ გახსოვთ თუ არა და ნათქმა უნდა გახსოვთ რა შენიშვნები ქონდა ბუხარესტის სამიტის წინ ან ნებისმიერი სხვა სამიტის წინ საქართველოს მიმართ ჩვენს პოტენციურ კოალიციის წევრებს რა პირველ რიგში სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს დამოუკიდებელი პირველ რიგში რეალურად უნდა განხორციელდეს კანონის უზენაესობა ეს ნაბიჯები თუ არ შევასრულეთ ჩვენ რა თქმა უნდა ალიანსის წევრი ვერ გავხდებით ეს სამხედრო პოლიტიკური ალიანსი არ არის მხოლოდ ეს არის დემოკრატიული ქვეყნების ალიანსი აი ეს გაკვეთილები ეს მათი შენიშვნები გავითვალისწინეთ თუ არა მე უფრო ამის მოსმენა მაინტერესებდა ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან ვიცე-პრემიერის მხრიდან რომელიც ამ საკითხებშია ხო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის გამსაზღვრად თედო ჯაფარიძეს რაც შეეხება ეხლა ინტერვიუში იყო მთავარი ხაზი რომ უფრო პრაგმატულად და რეალისტურად უნდა მივუდგეთ გრიგობ ირაკლი ხო გაინტერესებთ თედო ჯაფარიძეზე ხო გაინტერესებთ ჯერ ამ კითხვას გაგცემთ პასუხს დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ თქვენთან ამ თემებზე იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და აქტუალური თემებია შესრულდა თუ არა კონკრეტულად ის შენიშვნები რომელიც ბუხარესტის სამიტის წინ იყო ის საკითხები რომელიც იქ არის დასმული არის ჩვენს ყოველწლიურ პროგრამებში და ამ მიმართულებით ყოველ წელს ბუხარესტის სამიტის შემდეგ ნატო აღნიშნავს რომ საქართველოს მიიწევს წინ ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გვაქვს კიდე გასაკეთებელი ამ მიმართულებით და ეს არ არის რაღაცა საარჩევნო ლოზუნგი მაგრამ ყოველ წელს თქვენ გეკნებათ ამის თაობაზე სტეიტმენტებია და ანგარიშები გაკეთებული შეგიძლიათ ამოიღოთ ყოველ წელს ნატო ამბობს რომ საქართველოს მიიწევს წინ ეხლახან
ჩრდილოატლანტიკური საბჭო იყო ჩამოსული და ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საქართველოს არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს ნატოსთან, მიუხედავად იმისა, რომ საპირისპირო პროპაგანდა მიდის. ეხლა ხან საქართველოს პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც თავისუფალი სამყაროს ლიდერმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს უნდა ამაყობდეს და ჩვენი ხელისუფლება და პრეზიდენტი უნდა ამაყობდეს იმ რეფორმებით, რა რეფორმებიც გაატარა საქართველოს და მომავალი თაობებისთვის საქართველოს უკვე გახდა სამაგალითო ქვეყანა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ის ნაკლოვანებები, ის პრობლემები, რომელიც არსებობს ჩვენ ქვეყანაში ამ სფეროში და რაც არის მართლა გასაკეთებელი ამ მიმართულებით, ეს არ გავაკეთოთ, ან მივჩქვალოთ, ან თქვენთან ამ თემაზე დიალოგი არ გვინდა, მაგრამ სწორედ კითხვა ამაშია. თუ აი ამ თემებზე გინდოდათ და ეს ყოველშევ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ოპოზიციის როლი სწორედ ეს არის, რომ შეუტიონ ხელისუფლებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის შიგნით არის გადასაწყვეტი. რატო გაიტანეთ დებატები ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში? რატო დასვით კითხვის ნიშნები ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით? ეს არის ჩემთვის გაუგებარი. აი ეს ფრაზები, რომ ნატოში გაწევრიანება არ არის თვათ რეალისტური, რომ ჩვენ რუსეთთან უნდა დავალაგოთ. ეხლა მოგახსენებთ. სწორედ ამას გულისხმობდი მე, როდესაც გავიგეთ თქვენი მოსაზრება, ეხლა მოგახსენებთ ფრაზას, რომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ მართლაც ვართ ერთი ქვეყნის შვილები, რომ რაც არ უნდა დაპირისპირება გქონდეს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით, არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ქვეყანას მოუტანოთ ზიანი საერთაშორისო ასპარეზზე, იმიტომ რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პოზიციების გაძლიერება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანებისათვის და ქვეყნის შემდგომი პროგრესის მათ შორის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება. ბატონ გიას შევახსენო, ეს იქნებოდა რიგის სამიტი 2006 წელს, ეს იქნებოდა 2010 წელს ლისაბონის სამიტი, თუ ნებისმიერი სამიტი ყველგან სამწუხაროდ ერთი და იგივე მეორდება, როცა საუბარია, რომ საქართველოს სჭირდება რეალურად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, საქართველოში უნდა იყოს კანონის უზენაესობა, საქართველოს ეს პირდაპირ წერია და ამ კუთხით ნაბიჯი არ გადადგურა საქართველოს. როგორ გეკადრება? აი მე გეტყვით როგორ მეკადრება. საქართველოს სასამართლო დღესაც იმყოფება პირდაპირ უშუალო დაქვემდებარებაში იუსტიციის მინისტრთან, პირდაპირ უშუალო დაქვემდებარებაში გენერალურ პროკურორთან, რომლის დარეკვის გარეშე მე გეტყვით კონკრეტულ ფაქტებს, რომლის დარეკვის გარეშე სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ იღებს, კიდევ უფრო გაიზარდა ტერორი იმ ადამიანების მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრს აფიქსირებს და ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ნათელი მაგალითი იყო იმის, სწორედ იმიტომ, რომ კრიტიკული და განსხვავებული აზრი ჰქონდა ადამიანს, მისი შვილი თუ მისი ოჯახის წევრი დაჭერილი იქნა და განთავისუფლებული იქნა სამსახურიდან. გაიხსენეთ პედაგოგები შიდა ქართლში. 8 პედაგოგი იმიტომ გაათავისუფლეს ბატონო გია სამსახურიდან, რომ მათი ოჯახის წევრი ან ვიღაცა ახლობელი ასოცირებულია თავისუფალ დემოკრატებთან. ეს ზუსტად ის პრობლემებია, რომელიც აფერხებს ჩვენს ინტეგრაციას ნატოში. როდესაც ვლაპარაკობ და ვიძახი, რომ დეკლარაციულად რაღაცეებს ვიძახით და თქვენც აღნიშნეთ, რომ ყოველწლიურ ჩვენს გეგმებში იდება. ნაბიჯი რა გადაიდგა, მე ეგ მაინტერესებს. საქართველოს მოქალაქეს ერთი წამით აინტერესებს, როდის იქნება ის დღე, როდესაც მას აღუდგება ნდობა სასამართლოს წინაშე, მივა და ეცოდინება, რომ იქ სამართლიან განაჩენს გამოიტანე. საქართველოს მოქალაქეს დეკლარაციები კი არ აინტერესებს, აინტერესებს კონკრეტულად რატოა ყოველ სამ ქართველში ორი უმუშევარი. რატო არის სოფლის მეურნეობა ესეთი იგნორირებული და ამხელა უმუშევრობა. როდესაც თქვენ მოდიოდით ხელისუფლებაში, მე ძალიან კარგად მახსოვს, ლოზუნგი იყო საქართველოს იღატაკის გარეშე. დღეს რა ხდება საქართველოში? 80%-ისთვის ჩვენი მოსახლეობის ჯანდაცვა ხელმისაწვდომი არ არის. 80% სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შემოგვაქვს ქვეყნის გარედან, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობა 7 წლის განმავლობაში აბსოლუტურად იგნორირებული იყო. მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ ვითარდება, იმიტომ რომ სწორედ ოლიგარქიები ჩამოყალიბდა. კარტელური შეთანხმებებია თითქმის ყველგან. და აქედან არა, ეს პირდაპირ უკავშირდება ნატოში და ევროკავშირში ჩვენ გაწევრიანებას. ეს თუ არ მოწესრიგდა, არანაირი დეკლარაციაა. რამდენიც არ უნდა ჩახვიდე შენ ბრიუსელში, წინ ვერ წავა. ეს არის ზუსტად ძალიან კარგად გერმანიც იცით, რომ ჩვენც ვიცით და ღია კარისტრება საერთოდ არ არის საჭირო. ჩვენ ყველა დოკუმენტში არა, ეგ არ არის სიმართლე, იმიტომ რომ ჩვენ ყველა დოკუმენტში სწორედ არის ჩამოყალიბებული ეგ გეგმები და ამოცანები, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით უფრო მეტია გასაკეთებელი, რომ სიღარიბის დაძლევის კუთხით უფრო მეტია გასაკეთებელი. სწორედ ეს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ქვეყანაში ის ეკონომიკური გარემო შეიქმნას, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, რომ ჩვენი ხალხი დასახლდეს. ეს არ აკმაყოფილებს, არა. ეს არის დაპირებები, რომელიც არ შესრულებული. გავახილოთ, მე გახელილი მაყურები, რო იტყვიან, გამოვისოფელი მოიარეთ. ნახოთ რა ხდება ქვეყანაში. და მე ვიცი ხალხი რას ლაპარაკობს. ქვეყანაში არავინ არ ამბობს, რომ არ არის გაჭირება, ქვეყანაში არავინ არ ამბობს, რომ არ არის უმუშევრობა, სწორედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.
ამ ხელისუფლებისას და ძალიან კარგია თუ თქვენ ამ პრობლემებთან დაკავშირებით იქნებით დაკავებული ისე და გაგვაკრიტიკებთ ჩვენ იმაზე რა შეიძლება უკეთესად გავაკეთოთ და კი ბატონო თუ თქვენ გექნებათ რაიმე კონსტრუქციული წინება დიდი სიამონებით თქვენთან ერთად ამ საკითხებზე ვიმჯელებთ მაგრამ დღეს ვიმჯელობთ საგარეო პოლიტიკაზე საგარეო პოლიტიკა არის გამსაზღვრელი ქვეყანაში მშვიდობისა, სტაბილური განვითარებისა და სწორედ იმ პრობლემების მოგვარებისა, რომლის მოგვარება ჩვენ ასე ყველას ძალიან გვინდა. მაგრამ თავრობა აკეთებს ამას. არა, მარტო საგარეო პოლიტიკა ვერ გააკეთებს, მაგრამ ქვეყანა დამოკიდებული საგარეო პოლიტიკა. ირაკლი მომაგრებული და ქვეყნის შიგნით, ციხეს თუ შიგნიდან ტეხენ ბუნებრივია მტერი ბევრად უფრო ადვილად შეძლებს თავისი მიზნების მიღწევა. მაგაში ჩვენ დებატებში არ შევალთ ახლა, იმიტომ რომ ამაში ვთანხმდები ჩვენ რომ საქართველოს ადგილი ნატოშია, საქართველოს ადგილი ევროკავშირში. რატომ მოხდა დეკლარება იმისა, რომ ჩვენ თურმე უნდა მოვერგოთ პუტინს, რომ რატო აცხადებს თქვენი ლიდერი, რომ საქართველოს თქვენ ამაზე ელაპარაკეთ. საქართველოს არის რუსეთი არის საქართველოს უფრო დემოკრატიული ქვეყანა, რომ რუსეთს უნდა მოვერგოთ, რომ საიდან მოიტანე გია ეს? რომ რუსეთი არის საქართველოს მოვერგოთ, ვინ თქვა ეს? და თქვენ მემიყენებთ მაგ პრეტენზიას რომ მე ვიძახი რომ ჩვენ რუსეთს უნდა მოვერგოთ. თქვა თუ არა ივანიშვილმა რომ რუსეთი არის საქართველოს დემოკრატიული ქვეყანა. თქვა თუ არა რომ პუტინი არისო გინდა არ გინდაო რუსი ხალხის არჩევანი ძალიან დიდი კითხვის ნიშანი არის თუ არა რუსი ხალხის არჩევანი და ჩვენი დასავლური ინტეგრაცია თურმე გადის რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე. ეს არც ერთ ქვეყანას ეს არ გაუკეთებია. რუსეთთან ურთიერთობის მშვიდობიანი დალაგება ჩვენ ძალიან გვინდა, მაგრამ საჭირო არის ამისათვის იმ პოლიტიკის გატარება, რა პოლიტიკაც აქვს ჩვენ ხელისუფლებას, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ნატოსა და ევროკავშირის წევრი და როდესაც ჩვენ ვიქნებით წელგამართულები, როდესაც დაინახავენ რომ რუსები ჩვენ აღარა ვართ ისე მარტონი, აღარა ვართ სუსტები, როდესაც ჩვენი ხერხემალში გადამტრევა შეუძლებთ, მაშინ რა თქმა უნდა დაგველაპარაკებიან ისე, როგორც უნდა დაგველაპარაკონ. თანასწორ უფლებიანად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემი და სწორედ ამიტომ ნატოში გაწევრიანება არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანებისა და როდესაც აქ არის აბსოლუტურად ფუნდამენტალური განსხვავება. გვეუბნება რომ რუსეთი ყოფილა საქართველოს დემოკრატიული ქვეყანა და ფაქტიურად ჩვენ ერთგვარად უნდა ავიღოთ ვთქვათ ნიშნულად რუსეთის დემოკრატია და რუსეთი უფრო მეტად დემოკრატიულია, ხო? ეს არის ძირშივე არასწორი მიდგომა, ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომები. მე იმედი მაქვს რომ ეს არის შეცდომები და არა შეგნებულად გაკეთებული ყველაფერი. ეხლა ჯერ ეს ერთი აქ გვაქვს აბსოლუტურად მჯელოდ რა ილაპარაკა ფუნდამენტალური განსხვავება გვაქვს მიდრომებზე. ფუნდამენტალური განსხვავება აქვს მინდობებზე. ესე იგი გიას გონია რომ მთავარია ჩვენ დეკლარირებულად ვიძახოთ ნატოს წევრი გავხდები და ეს მოაგვარებს რეალურად ნატოსთან დაახლოების პრობლემას. ნატოსთან დაახლოების პრობლემა ერთი წუთი. ეხავე ჯერ დამასრულებინეთ აზრი. პრობლემა ნატოსთან გაწევრიანების რუსეთი თუ სასამართლოები და ასე შემდეგ. თავარი პრობლემა ნატოში გაწევრიანების, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ნატო ვთქვათ, ნატოზე ვსაუბრობთ. რატო არ გესიამოვნოთ ევროკავშირი? არა, ევროკავშირი რა თქმა უნდა ძალიან სიამოვნებაა. მე მათქვევინეთ რაც ისიც თქვაც მინდა ის. ნატოსთან გაწევრიანების გზაზე ევროკავშირში გაერთიანების გზაზე ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებით ვერ მყარდება, არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო და ერთი წუთი დამასრულებინე ჩემი აზრი. და მთავარი პრობლემა ის არის, რომ იმაზე, რაზეც შევთანხმდით ჩვენ სხვადასხვა სამიტებზე, რომ საქართველოს აიღო ვალდებულება ბატონი გიარაზეც საუბრობდა იმ რეფორმების განხორციელებაზე, ნაბიჯი რეალურად არ გადადგმულა გარდა დეკლარაციების. ეხლა რაც შეეხება რუსეთს. ეხლა რაც შეეხება ელემენტარულად არასწორი ირაკლი, იმიტომ რომ რომელს უნდა დაუჯეროთ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, თქვენს ნათქვამს უნდა დაუჯეროთ თუ ევროკავშირის, ევროსაბჭოს და მათ შორის ნატოს დოკუმენტებს, დეკლარაციას ნატოს დეკლარაციები აქ წერია, სადაც არის ნათქვამი. ეგ არის ის სასამართლოს დამოუკიდებლობა არის მუშაობა. ხოლო ყოველ წელს აქვეყნებს ერთმანეთს თუ არ დაუმთავრებთ არ გამოვა არაფერი. ეს მეორეჯერ გაიმეორე. ეხლა რაც შეეხება მეორეჯერ გაიმეორე და უნდა თქვა ეს. ყოველ წელს ნატო აქვეყნებს თავის დასკვნას. ისე როგორც აქვეყნებს ევროკავშირი, ისე როგორც აქვეყნებს ევროსაბჭო. ყოველ წელს არის საუბარი იმაზე, რომ აი ამ მიმართულებებში არის საჭირო კიდევ მეტის გაკეთება, მაგრამ ყოველ წელს განსხვავებით იმისაგან, რომ თქვენ ვერ ხედავთ რა კეთდება ჩვენ ქვეყანაში ამ და სხვა მიმართულებით, ყოველ წელს ნატოს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს ამბობს, რომ საქართველოს განახორციელა მნიშვნელოვანი პროგრესი. რაც არის ჩვენი მიზანი. პრობლემა ჩვენ შორის არის ისა, რომ ირაკლის არ უნდა დაინახოს რა კეთდება
და ლაპარაკობს იმაზე, რომ ამ მიმართულებით არის გასაკეთებელი. გასაკეთებელი რო არის, ჩვენ მათზე უკეთესად ვიცით. ეხლა ძალიან გთხოვთ მას რამაცადეთ. ეხლა მე ფუნდამენტური შეცდომა. რას ფიქრობთ ჩვენი ოპონენტები? ეხლა რას ფიქრობთ ქართველი მოქალაქე? რა შეიცვალა მის ცხოვრებაში ამ დეკლარაციების მერე, რომელზეც ბატონი გია ლაპარაკობს, რომ შეტანილი აქვს თურმე და მართლა აქვს შეტანილი სამოქმედო გეგმაში. არაფერი. უმუშევრობა 50%-ზე მეტი რეალურად და რეგიონებში 70%-ს აღწევს. განათლების ხარისხიანობა და ხელმისაწვდომობა პრაქტიკულად არ არსებობს. ჯანდაცვა არის დანგრეული 80% ჩვენი მოსახლეობის ჯანდაცვა რეალურად არ აქვს და რაც მთავარია, საშუალო და მცირე ბიზნესი ვერ ვითარდება. ესეთი ღატაკი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ესეთი დემოკრატიული ინსტიტუტების ნატოს წევრი ვერ გახდება. სწორედ ამიტომაც ვაბამთ ჩვენ, რომ ჯერ შიგნით უნდა გავძლიერდეთ. ქვეყანა და მოქალაქე უნდა გახდეს ძლიერი ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ეს უფრო დაგვაახლოვებს. ასჯერ უფრო დაგვაახლოვებს ნატოში გაწევრიანების საკითხს. ეხლა რუსეთზე მინდა საუბარი. ჩვენ დიდი განსხვავება არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ახდენს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. რა თქმა უნდა, ეს ეგრეა და თქვენ გახსოვთ. თავარი წინააღმდეგი ჩვენ ნატოში გაწევრიანებას. სწორედ ეს იყო ის რასაც საკუთარ ქვეყანას დააბრალა. არა, როგორ უნდა გამოგაძახებ ახლა. ისეთ რაღაცებს ლაპარაკობ, საკუთარ ქვეყანას დააბრალა რუსეთთან ომის დაწყება. ეს არის ყველი. ეს არის ყველი. არავითარ შემთხვევაში ახლა გიპასუხებთ მე. როგორ თავარ პრესკონფერენციაზე თქვა, პირველ პრესკონფერენციაზე. ერთი წუთი ახლა შემოგაგება. ეხლა დემაგოგია მეორე ეს არ შეეხება რუსეთს. ერთად დამამთავრებია. ეს რაც შეეხება რუსეთს. რუსეთი არის ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური საფრთხე. ორი აზრი არის ამაში. ეხლა გიამ რაც არ უნდა ხმამაღლა იყვიროს ამას და მე კიდევ უფრო გადავფარო მისი ხმა, ეს ფაქტია, ამაზე რატო ვდაობთ? ეს არის მოცემულობა, რომ რუსეთი არის ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური საფრთხე და მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია. განსხვავება ჩემს ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის და გიას პოზიციებს შორის ისა რომ ხედვა როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს. ზუსტად რამდენიმე თეზისი. პირველი, კიდევ ერთხელ ვთქვი, მთავარი არის რომ ჩვენ გავძლიერდეთ და რუსეთს დავანახოთ რომ ომის მერე ჩვენ ისევ ფეხზე ვდგევართ. ამას ლაპარაკი და ლაზიკას შენებლობით ვერ მივახცევთ. დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გამყარდეს, ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები, ქვეყნის ეკონომიკას ამოსუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ, მონოპოლიებს კი არ უნდა ქონდეს გია ჩაგდებული ბიზნესი ხელში, არამედ რეალურად კონკურენტუნარიანი გარემო უნდა შექმნათ. რაც მეტი ბიზნესი იქნება, მეტი დასაქმებული ადამიანი იქნება და ზოგადად კეთილდღეობა წამოიწევს. ამით უნდა ვიყოთ წელგამართული და დეკლარაციებით კი არა. მერე რა თქმა უნდა ჩვენ უფრო დაუახლოვდებით ნატოს და ევროკავშირს ექნება უკვე სრული ბერკეტი ამოქმედოს ჩვენთან ერთად, რომ მოვთხოვოთ რუსეთს ხელმოწერილი შეთანხმების შესრულება, რომელიც ნიშნავს იმას, რუსეთმა საკუთარი შეერაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიები და უნდა გაიყვანოს. არა, ეხლა არ გვინდა ესეთი ბავშვი. რა თქვია, არ უნდა. სერიოზული განცხადებები? არა, არა. სერიოზული დოკუმენტია. არავითარი სერიოზული განცხადებება, ბატონი არა სერიოზულად ლაპარაკობს. მისი საგარეო პოლიტიკის არა სერიოზულად ლაპარაკობს, ეხლა ეს დოკუმენტი. ესე იგი, იგივეს ლაპარაკობს ჰილარი კლინტონი, რომელმაც მოიწონა ეს დოკუმენტი. არა სერიოზულად. ჰილარი კლინტონი რუსეთის ეს ამ დოკუმენტში წერია თუ არ წერია? ჰილარი კლინტონმა, რომელმაც მოიწონა ეს დოკუმენტი. მოიწონა თუ არა? მაგრამ ვიცი რომ ეს დაწერა იმ ორგანიზაციამ და მოაწერა ხელი ბატონმა თედომ. არაფერ შუაში აქ როგორ ვერ გავიგე, არ არის მართალი? არავითარ შემთხვევაში. ხედვაში განსხვავება ეს არის, რომ რუსეთი მოლაპარაკების ფორმატში, რა თქმა უნდა, არის კონფლიქტის მხარეც და მოლაპარაკების მხარეც. და რუსეთი დღეს თუ არ აღიარებს ამას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ძალისხმევა არ უნდა გავაგრძელოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ევროკავშირს არ უნდა მოვთხოვოთ, რომ რუსეთს შეასრულებინოს თავისი ვალდებულება. მაგრამ ამას სააკაშვილის ხელისუფლება, ნაციონალური მოძრაობა ვერ ახერხებს. იმიტომ რომ მას რესურსი არ აქვს რეალურად გახსნას საქართველოში დემოკრატიისთვის სივრცე, რეალურად მისცეს ბერკეტი და ინსტრუმენტები ევროკავშირს, გერმანიას, რომ რუსეთთან იმუშაოს, რომ გაიყვანოს. პირველ რიგში ჩვენ უნდა გავხდეთ იმ რეკომენდაციების შემსრულებელი და კიდევ ერთხელ გია მინდა გავიმეორო, ეს არის ზუსტად იმ სამიტები, არავის არ ჭირდება, არა, ამაზე დაგეთახმე. მე საზოგადოებას ველაპარაკებ, ეს თუ არ კარგად იცით ჩვენგან. რასაც ვაკეთებ ამას. რასაც ვაკეთებ და რაც არის გასაგებია. ძალიან კარგად. აქ რაც არის ჩამოყალიბებული, მაგას სასამართლოს დამოუკიდებლობა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის რეალურად მხოლოდ ქაღალდზე. მხოლოდ ქაღალდზე. მოწყვეტილა. მაგრამ თავარი საგარეო პოლიტიკაში არის შიდა პოლიტიკურად და ეკონომიკურად. საქართველოს რატო არის დღეს ეს მდგომარეობა? მართლა ეს არის რატო არის უმუშევრობა 50%-ზე მეტი? აი ამაზე ვიპასუხებ. რატო არ სრულდება განაპირობებით, რომელიც თქვენ გქონდათ ვიდებაზე თქვენთან ამ მართლაც ძალიან საჭიროა საკითხებზე აბა აქ რისთვის ამაზე უნდა ვილაპარაკოთ? აქ ამ შემთხვევაში საგარეო პოლიტიკაზე მოგვიწვიეს, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვილაპარაკებთ. თუ ამაზე გინდოდათ თქო, მე გითხარით.
დებატები ხელისუფლებასთან რატომ გადაიტანეთ აქცენტები აი სწორედ ეს იყო ჩემი შეკითხვა რომ აი ეს საკითხები იყო სწორედ სადებატო ეს საკითხებია სწორედ რაზეც ჩვენ ერთმანეთს უნდა კარგი გაგებით დაუპირისპირდეთ და შევეცადოთ რომ ხალხს დავანახოთ რა შეიძლება მეტი გავაკეთოთ აბსოლუტურად გეთანხმებით მაგრამ მაგას ვამბობ სწორედ რატო გადაიტანეთ აქცენტები საგარეო პოლიტიკაზე რატო ლაპარაკობს აი ხა რაც თქვი რომ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ევროკავშირს არ მოთხოვოთო რომ რუსეთმა დეოკუპაცია განახორციელოს ივანიშვილმა თქვა სწორედ თქვენმა ლიდერმა რომ მეო თუ ხელისუფლებაში მოვალო ამერიკას და ევროკავშირს კი არ დაუწყებო ყოველდღიო კიჟინსო რომ რუსეთმა გაიყვანოს მისი სიტყვები ახლა კი ბატონო ივანიშვილმა რაღაცა ესეთი კი არ არის თავარი რეალური ნაბიჯების გადადგმა თავარი ირაკლი როცა ლაპარაკობდი მე ვცდილობდი რომ არ გამეწყვეტებია ეხლა შენ თუ იტყვი რომ ამ ყველაფერს თედო ჯაფარიძემ რო თქვა რომ რუსეთი ხარი არ უნდა იყოს მნიშვნელობა არ აქვს რომ ივანიშვილმა თქვა რომ მე ამას ევროკავშირს და ნატოს კიჟინას არ დავწყოთ ჩვენ რა კიჟინით ვარ დაკავებული კიჟინა არის ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან და ესა ამერიკის შეერთებულ შტატებთან რუსეთის დეოკუპაციასთან დაკავშირებით აი ვინ კიჟინობს ერთი ძალიან მაინტერესებს საქმეს არ აკეთებთ პირველ აი მაგალითად საქმეს არ ვაკეთებ აი მეგეთი საქმეს არ აკეთებ აი ევროპარლამენტმა ეხლა მიიღო რეზოლუცია რომელშიც წერია რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ძალიან სამწუხაროა რომ შენ ეს არ გიხარია იმიტომ რომ ფიქრობ რომ საქმეს არ ვაკეთებ მე არ მიხარია ეს რომ ვერ შეგიმჩნევია უშურების საბჭოს ვერ შეგიმჩნევია პოზიციებს ვიყავდი კი ბატონო ეს რა შოშია რატო წამოხვედი იქიდან რატო წამოხვედი ირაკლი რატო მიატოვე ქვეყანა ასეთ ძნელბედობის ჯამს იმ საგარეო ფრონტზე საბრძოლოებაზე მოუკრეფავში არ ლაპარაკობ მოუკრეფავში გადადიხარ რატო ვერ შეამჩნიე მე სწორედ იმიტომ დავში პოსტზე და იმიტომ გავაგზავნე ბრძოლა გაეროში რომ მესმოდი რომ ჩემი პოსტი იქ უნდა მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის ეხა მე ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა როდესაც საქართველოს შრომის კოდექსზე აკეთებ როცა მუშაობდი ხო უშუალობის მინისტრის მოადგილედ ხო მაშინ პროტესტის განცდა არ ქონია ესე საჯარო პროტესტის განცდა ხო მე ვფიქრობ რომ შენ იყავი კარგი ელჩი გაეროში და უნდა დარჩენილი იყავი აი ამ ნელბედობის ჟამს და ეს ერთი მაგრამ მეორე მთავარი რაც მინდა გითხრა აი დავრჩიკე ნელბედობის ჟამს და პირველი რეზოლუცია რომ მივიყვანე მე გავედი ძალიან სამწუხაროა სააკაშვილმა თავი დაიწყო რომ ეს საქმე არ არის რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია შენ ამას არ აღიარებ როგორც საქმე შენ საქმე არ არის შენთვის აცტი რეალობას გია მე ავწი რეალობას როგორ ევროპარლამენტმა მიიღო რუსეთის ოკუპაციის შესახებ რეზოლუცია შენ საქმეს არ აკეთებო ამას შენ საქმეს არ ეძახი ეს შენთვის მნიშვნელოვანი არ არის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ოკუპაცია აღიარა და ეს შენთვის საქმე არ არის ხო ჩვენ ამას კიჟინით კი არ ვაკეთებთ სწორედ გავაკეთეთ აი დაუღალავი შრომით და იმ დიპლომატიის და მრავალი სხვა ბერკეტების გამოყენებით რომ ამერიკამაც და ევროკავშირმაც ეს აღიარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენ ამ საქმეს ვერ ხედავთ ისე როგორც ვერ ხედავთ იგნორირებას უკეთებს საერთოდ რაკეთება დასაქმებისათვის ისე როგორც ვერ ხედავთ რაკეთება იმისათვის რომ ჯანდაცვა იყოს უკეთესად ისე როგორც ვერ ხედავთ რაკეთება იმისათვის რომ ელექტროენერგიის მომარაგება კონდეს ხალხს გზები ავაშენოთ ყველაფერი ეს მიმართულია აი იმ პრობლემების მოგვარებისაკენ რაზეც აქ შენილაპარაკეთ რომ სიღარიბე არ იყოს ხალხს კონდეს სამუშაო ადგილები ამას თქვენ ვერ ხედავთ. ეგ არის პრობლემა შეეხება და ამავდროულად ლაპარაკობთ ისეთ რაღაცებს, რასაც ლაპარაკობთ საჯაროდ, არა შეცდომებზე არ ლაპარაკობ, კიდევ ერთხელ ლაპარაკობ. საჯაროდ ლაპარაკობენ ის ადამიანები, რომლებსაც უნდათ რომ ქვეყნის ბედი ჩაიგოს. რეგლამენტი დავიცვათ ასეთ სიტუაციაში, ბატონო. მე შეგაიხსენე როდესაც მოვიპოვო სიტყვა, ეკა, იმიტომ რომ ირაკლი ლაპარაკობს სულ და ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს, რომ თან ლაპარაკობს, რომ საქმეს არ აკეთებთო და ეს მას საქმეთ არ მიაჩნია? აი ეს მაინტერესებს. ეხა გავაგზავნე. ეს არ არის საქმე. გავაგზავნოთ ეხა ლაპარაკი. მიხსენე რომ მე ვიყავი უშროების ministris პირველი მოადგილე, როდესაც შენ და ბატონი ზურაბჟვანია ჩამოხვედით პანკისის ხეობაში. მე მაშინ შეგხვდით თქვენ და აგიხსენე მე ვიყავი. ზურაბჟვანიაც იყო. ზურაბჟვანი შენ სხვა დროსაც იყავით. და არა, მე რა გავიხსენე, როდესაც თქვენ ჩამოხვედით, მე შეგხვდით, გითხარით, რა ვითარება იყო პანკისში. ანუ მე ოპოზიციასთან, მაშინდელ ოპოზიციასთან შეხვედრის პრობლემა არ მქონდა. მე ჩემთვის აბსოლუტურად უცხო იყო, ვინ იყო პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, მე ვაკეთებდი იმ საქმეს, რომელსაც ერქვა ანტიტერორისტული საქმიანობა. დღეს, ბატონო, მაგას არ გეუნები. არა, მე სხვა რამეს გეუნები. დღეს, როდესაც თქვენ ვიცე-პრემიერი ხართ, ნუ გონიათ, რომ თქვენი საქმე მხოლოდ ის არის, რომ საგარეო პოლიტიკაში რა მიღწევები იქნება. თქვენი პასუხისმგებლობა ის არის დღეს პოლიცია რო ესე იქცევა. დღეს, როდესაც ჩვენ პასუხისმგებლობა არის ყველაფერზე დავამთავრებ, გია, არა, მოიცოდე, წინას არ მინდა. მეორე მინდა გითხრა. ნოტაცია არ არის საჭირო, მე ყველაფერზე ვაგებ პასუხს. შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგი წარმომადგენლები, ოპოზიციის წარმომადგენლები. ესე ჩემი პასუხისმგებლობა. ყველაფერი, თუ კი რა ძალიან მაინტერესებს, შენ პროტესტის განცდა გიჩნდება თუ არა. პროტესტის განცდა გიჩნდება თუ არა, მაინტერესებს.
მე ყოველთვის ერთხელ არ გაინტერესებს პასუხი. ერთხელ არ ამოგიდია ხმა ამ საკითხებს. გაინტერესებს პასუხი. მე ვარ მთავრობის წევრი და როდესაც კრიტიკა არის სამართლიანი, ჩვენ ამ საკითხებს ყოველთვის ვიხირავთ მთავრობაზე. ჩვენ ვარ მთავრობა. შენ ღია საჯაროდ რო ოპოზიციის როდესაც მე არ ვიქნები მთავრობა არატოლერანტული რო არის, როდესაც მე არ ვიქნები მთავრობაში, იმას რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ. მე როდესაც ერთმანეთში ხელისუფლებაში, ხო? რასაც ვლაპარაკობთ. იმას შემდეგ ილაპარაკებს არამთავრობის წევრი. მთავრობაში ლაპარაკობთ რა საჯაროდ დამასრულებელი. ეხლა რა შეეხება ეკა პრობლემებს და ეხლა რა შეეხება როდესაც საუბარია პრობლემის მოგვარება. ერთი წუთი არის ესე გამოვიდა ეკა რომ ეხლა რაღაცა შეკითხვებს რიტორიკურად სვამს, ისვრის და მე უნდა მოვიპოვო უფლება რომ ამ კითხვას არაფერს არ ვისურვებ, რასაც ვიძახი სიტყვებზე პასუხი გაინტერესებს ხო? პასუხი ეხლა მეორე მოусმინე პასუხი. ერთი წუთით. მე მგონი გასაგებია. მე არ დავამთავრებინე და ამიტომ გადავყაროთ მითეთმანეთია რაღაცა და მეორე მე გითხარი რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ის არის რომ რატომ ის დაპირებები, რომელიც სააკაშვილმა და თქვენმა გუნდმა მისცა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. როდესაც საუბარი იყო ქვეყნის გაერთიანებას და სააკაშვილი მოდიოდა იმ ლოძუგით, რომ ქვეყანა უნდა გაერთიანებინა. პირიქით მივიღეთ დღეს შედეგად, რომ უფრო მეტი ტერიტორიები სააკაშვილის ხელში არის დაკარგული და 10,000-ობით დევნილი მათ შორის ალბათ აჭარის ავტონომიური აჭარაში რაც მოხდა ეს ალკე თემაა, მაგრამ რა მოვიდა აჭარა საქართველოს ყოდორს რა მოვიდა, ყოდორს რომ მოვიდა, რაც მოვიდა. ეს არის პოლიტიკური შეცდომა, რომელიც სააკაშვილმა დაუშვა და 10,000-ობით დევნილი დაუმატა დევნილი დაუმატა მეორე რუსეთის აგრესია შენ რომ შეგვეწოს პრეზიდენტის შეცდომას ეძახი აი გარი თქვენი პრობლემა რუსეთის აგრესია რუსეთის სადასხმა იყო და რუსეთის ვერაგობა თქვენი პრეზიდენტის შეცდომას ეძახი აი გარი თქვენი პრობლემა იქ მე ვიყავი ყველგან და მე ვიცავდი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ისე როგორც შენ აფხაზეთში. ამიტომ მე ნატაციის კითხვა რუსეთის აგრესიის დროს რა პოზიცია უნდა დავიკავო არ მჭირდება და არც ერთ ჩემთანაგურდენ რომელიც იქ პრეზიდენტი არ უნდა გადაგაუნო. შეიძლება უნდა დავასრულოთ ბატონებო. შეიძლება. საქართველოს არ უნდა დამამთავრები დააბრალოს ქვეყნის პრეზიდენტი. შენ აბსოლუტურად მომზადებული პოზიციები გოყვეთ აბსოლუტურად სხვაგან გადაკავს. აბსოლუტურად მკაფიო პოზიციები ირაკლი. მეორე სააკაშვილის შეცდომები საუბრობ და არაფერი არ ისმის. ილაპარაკეთ და მე თქვენ შეცდომებზე ერთი წუთი სააკაშვილმა თავისი პოლიტიკის ანუ პოლიტიკური მართლობის ბოლოს მიიღო ის რომ ქვეყანაში დაკარგულია კიდევ უფრო მეტი ტერიტორია ვიდრე სააკაშვილმა ჩაიბარა 10,000-ობით დევნილი დაუმატა 100,000-ობით დევნილს და მისი ლოზუნგი იყო გაერთიანებინა ქვეყანა. მეორე საქართველოს ერთი წამით საქართველოს ნატოში ერთი წუთი ეგ არის საქართველოს მწყის ნამდვილად რა ეგ აი გული მიკუდება საქართველოს ნატოში გაერთიანება დაპირდა ის ხალხს საქართველოში რო საქართველოს გაერთიანებდა ნატოში რეალურად ბუხარესტის სამიტის წინ მივიღეთ ის რომ ის მეპი რომელიც ეკუთვნოდა საქართველოს ვერ მიიღო ეს არის თქვენი კიდევ ერთი პოლიტიკური შეცდომა და მესამე საქართველოს სიღარიბის გარეშე მე დავდივარ რეგიონებში 200 სოფელზე მეტი მოვიარე და საქართველოს სიღარიბის დონე გაიზარდა აი ეს არის ის დაპირებები რომელიც არ შეასრულა საქართველოს პოლიტიკურმა გუნდმა მეორე ეხლა რა შეიძლება რომ უპასუხო ამ ნაწილს ერთი წუთი შეიძლება ამ ნაწილს უპასუხო პირადად რაც შეეხება აქ პირადი არაფერი არის რეალურად უნდა გაუსწოროთ თვალი იმ რეალობას რასაც ტოვებს სააკაშვილი თავისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში ეს არის ის სიმართლე და ის ადამიანები რომლის წინაშე ანგარიშვალდებული შენც ხარ იმიტომ რომ ამ გუნდის წევრია და შეუსრულებელი დაპირებების გამო დარწმუნებული ვარ შემდეგ არჩევნებში მისცემს ისეთ ძალას ხარს რომელსაც წარმოადგენს ქართული ოცნება რომელიც რეალურად ბოლოს მოუღებს საქართველოში სიღატაკეს და საქართველოს შეიყვანს ნატოში და ევროკავშირში ამ საკმაოდ დაუსაბუთებელ მონოლოგზე პასუხი გავს პირველი რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიებს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ის რომ საქართველო არის დღეს ბევრად უფრო ძლიერი ქვეყანა რომელსაც არ ეშინია მტერს დაარქვას მტერი რომელსაც არ ეშინია ოკუპანტს დაარქვას ოკუპანტი და ჩემი აზრით უბრალოდ აი რბილად რო ვთქვა ძალიან დიდი შეცდომაა ოკუპანტის აგრესიას და ოკუპანტის ნამოქმედარს უწოდო შენი ქვეყნის პრეზიდენტის შეცდომა და ფაქტიურად ამითი ოკუპანტს ჩამორეცხო ის სისხლი რომელიც მას ხელებზე აქვს. ეცოთ ირაკლი მე ჩუმად ვიყავი და არ გაწოდი მეორე მიხეილ სააკაშვილმა შეძლო გაეძლიერებია ჩვენი ქვეყანა რომ დღეს ბევრად უფრო ძლიერია ეს აი ძალიან ბრმა ადამიანი უნდა იყო და ძალიან უნამუსო უნდა იყო რომ ეს არ
აღიარო, რომ დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის აყვავებული მხარე და ის მხარეც არ არის, როგორც სხვა დანარჩენი, სადაც ყველა პრობლემა მოგვარებულია, რა თქმა უნდა, ყველგან არის უმუშევრობა, ძალიან სერიოზული, ყველგან არის სიღარიბე, ყველგან არის ის გადაუწყვეტელი პრობლემები. მე ვამბობ, რასაც ვამბობ ირაკლი, რომ უნამუსობაა, რომ რუსეთს ჩამორეცხო სისხლიანი ხელები და რუსეთის გაკეთებული საქმე განიხილო როგორც შენი ქვეყნის პრეზიდენტის შეცდომას, რომელიც ქვეყნის გაერთიანებისთვისაც ადამიანს რო უნამუსობას აბრალებ და ესეთ რამეს აბრალებ, როდესაც ქვეყნის გაერთიანებისთვისაც, ქვეყნის ეკონომიკის და კულტურის განვითარებაში რა წვლილიც აქვს იგივე ბიძინა ივანიშვილს შეტანილი, იმათ რო ეძახი შენ რუსეთის აპოლოგეტებად. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის და უნამუსოები სხვაგან მოიკითხე ძალიან ეს არ არის. ეს პირად შეურაცხყოფაზე ნუ გადადიხარ გია. არის უნამუსობა და კაცობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, უნამუსობაა რომ რაც რუსეთმა ჩაიდინა, რაც რუსეთს ხელებზე სისხლი აქვს, აი ეს სისხლი ჩამორეცხო და შენი ქვეყნის პრეზიდენტს დააბრალო. ვინ უნდა ჩამორეცხოს? აი ეს არის რუსეთს. მეორე რუსეთს თქვენ კი არა, ჩვენ გავიყავთ ამ ტერიტორიებიდან და თქვენ მაგის რესურსი გია ამოწურეთ და ძალიან ხო პირად შეურაცხყოფებზე ნუ გადადარაკო და პირად შეურაცხყოფებზე ნუ გადადარაკო. პასუხი არ გაგცეთ, ესე არ იქნება. მიხეილ სააკაშვილის დროს მოხდა ეს რომ აჭარა დაუბრუნდა თავის ორბიტას, სამშობლოს ორბიტას, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილი იყო და ჩვენ კარგად გვახსოვს, როცა ეს არის ის მიღწევა, ადმინისტრაციულ ხაზზე ეხლა ხან ლაპარაკობდი რომ არაფერი არ გააკეთაო სააკაშვილმაო, ეხლა ხან ლაპარაკობდი უკეთებს იმას რომ კოდორი დაიკარგა, ეს კომპენსირებას უკეთებს იმას რომ ეს კომპენსირებას უკეთებს რომ 10000-ობით ახალი დაიკარგა რას ნიშნავს? რუსეთი დაგვესხა თავს და საქართველომ მოიგერია ეს თავდასხმა, რაც შეეძლო ინძალებით დაუპირისპირდა და დღეს პოლიტიკური ის ტერიტორიები ოკუპირებული რაზმის ვალდებულება არის რომ ესეთ სამხედრო განსაცდელს ქვეყანა არის ირაკლი ამის შემდგომ და მან ვერ შეძლო რუსეთს როცა ეს ჩანაფიქრი ჰქონდა ვერ არიდებდა მაგ განსაცდელს ავარიდებით განსაცდელს ისე როგორც 2005 წელს რო ჩვენ რეალურად დაგვეწყო აფხაზეთთან და ოსებთან მოლაპარაკება ედუარდ შევარდნაძემ ვერ არიდა 93 წელს 92 წელს როდესაც იგივე რუსეთი დაესხა თავს საქართველოს და არანაირი სეპარატისტების ამბავი არ იყო იქა ისე როგორც ნოე ჟორდანიამ ვერ ააცილა იმიტომ რუსეთს უნდა საქართველოს გადაყლაპოთ ეს კარგად იცი და შენი ქვეყნის პრეზიდენტს ეს არ უნდა დააბრალო ჩვენ შეიძლება ვიმჯელოთ შენ იგივე სიმეორებ ეხლა მაგრამ იმაზე რომ არასდროს არ შეიძლება გაკეთებულიყო როგორც შეიძლება გაკეთებულიყო აბსოლუტურად არასდროს ინტერპრეტაციას აკეთებ გია და ძალიან დასასრულებ უშუალების საფროში ხდომები რომ ვიდიოდა ამ პოზიციას მე ვიცავდი ხო არ გავიცნობ რომ პასუხი გაგცნო ხო არა მე მგონია რომ მე არ მოვიწლება მე პირიქით თქვი რომ კარგი ელჩი იყავი და იქ უნდა დარჩენილი იყავი მეთქი და იმ საქმისთვის მიგეწედა და ისე ქვეყანა საქმე მიხედული იყო ქვეყანა როდესაც საგარეო ასპარეზზე ასეთი შემოტევების ქვეშ არის ჩვენ გვჭირდება სრული კონსოლიდაცია და არა იმის ლაპარაკი, რასაც სწორედ ბატონი ივანიშვილი ლაპარაკობს, რომ თურმე რუსეთი არის საქართველოს დემოკრატიული, რომ თურმე რუსეთს უნდა შეუთანხმოთ ჩვენი დასავლეთში ინტეგრაცია. არა, მე ამაზე ვლაპარაკობ, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. მე არ მოსულა ვინმე შეურაცხყოფასაც, მაგრამ მე ვლაპარაკობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომები და თუ ეს შეცდომა ძალიან კარგი, თუ არა ეს არის მავნებლობა. თუ შეიძლება პასუხი დავამთავროთ ბატონო ირაკლი. თუ შეიძლება პასუხი თუ გაქვთ ბატონო ძალიან რთული სიტუაცია ეხა მე არ მეგონა რომ ესეთ პირად შეურაცხყოფაზე გადავიდოდით აქ და მე საერთოდ არა ჯერ ეს ერთი დავანებოთ პირად ამბავი პირად საკითხი მთავარი რა არის აქ ქართველ მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეს აინტერესებს ერთი რამ ვინ შეძლებს ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე წამოყენებას და 8 წლის განმავლობაში ეს ვერ შეძლებს. ფულით გაერთიანებული კოალიცია ვერ შეძლებს. ფულით გაერთიანებული კოალიცია ვერ შეძლებს. ვერ შეძლებს თქვენ. მეორე თქვენ რა გაერთიანებთ ივანი ერთადერთი რა მიგიყვანეთ ივანი ვინმე თუ რა მიგიყვანა დამთავრებინეთ ვინმე არის ფულით გაერთიანებული ხალხი შეძლებს ამ საქმეს ძალიან გთხოვთ მიცეცაშველება ბატონ ირაკლის დაამთავროს თავის თუ ვინმე რა იდეოლოგიური ერთობა გაქვთ თუ ვინმე რა იდეოლოგიური ერთობა გაქვთ ამ ადამიანებს ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი პარტია სადაც იდეოლოგიური ერთობა გაქვთ ამ ადამიანებთან გადამრიგ გიორგი რა იდეოლოგიური ერთობა აქვს შენ რა იდეოლოგიური ერთობა გაქვთ ამ ადამიანებთან იდეოლოგია ვერ გავიგეთ თორე ჩემი იდეოლოგიური ერთობა და ღირებულებითი ბიძინა ივანიშვილთან ჩემ პარტნიორებთან არის ერთადერთი იმ დროიდან როცა შენ ელჩი იყავი და აკეთებდი საქართველოს საქმეს ეს არის ერთადერთი მაშინ მე არა ერთი ხაზი იყო ერთი წუთით
მე მინდა ერთი რამე ვთქვა. ძალიან საქართველოს მოსახლეობას და მოქალაქეს აერთებს, ვინ შეძლებს ეკონომიკის ფეხზე დაყენებას და სააკაშვილმა რო ეს ვერ შეძლო. ეს უკვე ცხადია ჩემთვის და იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც მე ვხვდები. ნომერ პირველი ქვეყანა ვარ სოფლიოში, სოფლიო ბანკის მიხედვით. ეხლა ვინ შეძლებს ქვეყნის მეურნეობის ფეხზე დაყენებას ქვეყანაში რო არის პრობლემები, ქვეყანაში რო არის პრობლემები, მე თქვენზე უკვე ვთქვით, მაგრამ ჩვენ მივიდივართ სწორი გზით. სწორი გზა გვაქვს, არჩეული ამ პრობლემების მოგვარებით. აბსოლუტურად არაფერი. ბევრად უფრო ავტორიტეტული ადამიანები, ვიდრე ბატონი რასალასანია. ჩვენ პატივისცემისა არის სოფლიო ბანკი, ეკონომიკის სფეროში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამბობს, საქართველო არის ნომერ პირველი ქვეყანა რეფორმების დარგში. ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემები რომ არის, უმუშევრობა რომ არის, გაჭირება რომ არის, აი ამ გაჭირების გადასალახად ჩვენ სწორ ნაბიჯებს ვგზავნით. სწორი მიმართულებით მივიდივართ. მაქსიმალურად უნდა ვიაროთ, აბარა. ჩვენ თავს ვაკებ პირად. ეხა დაუბრუნდებით ჩემს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის აზრია, ეკონომიკა. როგორ შეიძლება ამის დაუნახაობა უბრალოდ? წარმოუდგენელია. არანაირი ბერკეტი არ ამოწმებს. მესმის არჩევნებში უნდა ხალხი გამარჯვება, მაგრამ არანაირი წინაპირობა მათ ამის გამარჯვებას არ აქვს ეხლა. სამწუხაროდ არანაირი ბერკეტი არ ამოწმებს. ეხლა მარტო მეორე გაბადო ესე ხო არ არის? დავასრულებინოთ აზრი ბატონი ეკონომიკას ფეხზე ვერ დააყენებს, 50%-ზე მეტია უმუშევრობა, ყოველი მესამე, ყოველ სამკაცში ორი არის უმუშევარი, მეორე ვინ დააყენებს სოფლის მეურნეობას ფეხზე და მესამე ვინ რეალურად გაუწევს საქართველოს ინტეგრაციას ევროპაში, ევროატლანტიკურ სივრცეში რეალურად არა დეკლარირება. თქვენ გაუწევთ ამას, რომელიც ამას სჭირდება დემოკრატიის გამტკიცება, ამას სჭირდება ქვეყანაში რეალური თავისუფალი არჩევნების ჩატარება და მე გეტყვით პირდაპირ ამ ეთერში, რომ ეს არჩევნები იქნება კონკურენტული, დარწმუნებული ვარ ამაში და ნაციონალური მოძრაობა ბატონი გიას თავისუფლებით გადაუმცირესობაში იქნება და თქვენ ამ არჩევნებს წააგებთ ყველა დიდი მადლობა გიორგი ბარამიძე და ირაკლი ალასანია იყვნენ ჩვენი სტუდიის ძალიან დიდი შეცდომები